და მეტად მცირე მდგომარეობა. სამაშაბლოში ქართულ ბიჭაზე არ უწევენ ქართველებს. საქართველოს ებრძვია სამაშაბლოში. ცხინვალში მოსაკლავად დაძდევდნენ ქართველებს. 10,000 ბინა ქართველისა დაწულია და განადგურებულია. ხორცი გიძლია ისტორიულ სამაშაბლოში ქართული ენის ინტერესების დაცვა ის მაინც მიხარი. წამოვიდეთ იქიდან თუ გადავიდეთ შევიცვალო ტერორება. მე ცხინვალში ვერ შევალ, მანამდე 900 არ იქნება. სამაჩაბლო ეს ტერმინი ოსებ ძალიან აღიზიანებს. ოლქი გაუქმდეს. მოსენის ავტონომია იქ და ბოლომდე უკანონო. ხოთვალიდეთ არ გვიძებთ. ბევრს აღარ გვიმხრებიან, რა ვიცი, სადღა დავიმალოთ არ ვიცი. Я их своим люблю, ответила, и друзей люблю. Ну как мне быть, к кому обращаться? აი, ვიდი დაიცავ, სამაგირო ჩაფები დაიცვა. ვიდი რა ეს რო უნდა შეიქმნეს მოხალისეთა შტაბი. მეწერებით ნებისმიერ სტრუქტურაში, ნებისმიერ გვარდიაში, ნებისმიერ მილიციაში. საკითხი არ გადახდება. უნდა მიმართოთ გაეროს, უნდა მიმართოთ მსოფლიოს თავრობებს მოთხოვნით, რომ ყურადღება მიაქციონ აგრესიას, რომელიც შეწინააღმდეგ მიმდინარეობს. თუმცა რეგიონში შენობა ჯარებმა არაფერი გააკეთეს იმის თუ შვილები ყოფილიყო პირიქით. ნაცნობ იმისა, რომ განაიარაღოს ექსტრემისტები, მათთან ერთად დაერია ქართულ სოფლებს, ალყა შემოარტყა მათ და ამზადეს მათ გენოციდს. Გარმაჩევს უნდა მიმართოთ მოთხოვნით, რომ გაიყვანოს თავისი დამსჯელი ჯარები. Когда в 1783 году Грузия и Россия заключили Георгиевский трактат о дружбе, в состав какого государства входил Цхинвальский регион и как он назывался? Южной Осетии или внутренней Карталии? Цхинвальский регион всегда назывался внутренней Картлией. Южная Осетия — это не географический термин. Это термин, изобретенный большевиками, которые аннексировали и оккупировали Грузию. Какие мы оккупанты? Тут даже простым глазом видно, что ничего оккупационного-то нет. ჩვენ დაგვიპირისპირდა ძალიან დიდი მანქანა საინფორმაციო საშუალებების და ჩვენ ინფორმაციული ბომი როგორც თვლით წავაგეთ. Абат виграцияс ацყოფს ეს. Вообще, если хронически рассуждать, то могут быть две пути. Путь мира и путь войны. Если пойти по пути войны, то это можно войну продолжать и 5 лет, и 10, и 100 лет, и превратить ее вообще в войну поколения. Ан ისტორიკოსები, ан ისტორიოგრაფები არ იყურებიან ჩვენ წარსულიდან არაფერს დასკვნებს, რელი იყვნენ ისინი ქართველი არიცათვის, რა არიან. რუსეთის საიმპერატორო კარი საქართველოს ტერიტორიაზე მცირე ერთა წახალისებას მე-19 საუკუნის ბოლოსათვის გაორმაგებული ენერგიით განაგრძობდა. ამ პერიოდში მიწების განაწილებისას ქართველებთან შედარებით პრივილეგიით არა მხოლოდ ოსები, არამედ სომხები, ბერძნები და სხვა ერებიც სარგებლობდნენ. ამ ფაქტს ნიკოლოზ მეორისადმი, მეფის ნაცვლის ვორონცოვ დაშკოვის წერილიც ადასტურებს. Записка по управлению Кавказским краем генерал-адъютанта графа Воронцова Дашкова Николаю II 1907 год. Აი რა წერია? მე ამოვიდა რომ ყველაფერი გასაგებ მე კომენტარი აჭირდება. Здесь видно, мы довольно потрудились над более прочной колонизацией грузинских провинций немецкими колонистами, анатолийскими греками, турецкими армянами и пользующимся в последнее время неособенным расположением местной администрации русскими сектантами. Благодаря коренному населению этих местностей мы в земельном отношении не только почти ничего не сделали, но даже так запугали его разными обрезками и отрезками от его землепользования, что при приступе к землеустройству некоторые селения вначале упорно отказывались от него, опасаясь новых отрезков. ესე იგი რა გამოდის? კაცი ოფიციალურად მის წერს წერილს, რომ სადაც ამბობს, რომ მე ვაძლევ ოს ან სომეხს ან ბერძენს ვაძლევ 10 დესეტინას ან 15 დესეტინას, ქართულს კი ვაძლევ 3-4. ესე იგი მაქსიმალურად ცდილობენ რომ ქართულს შეუმცირონდეს თავისი მამული, ხოლო სხვა ეროვნების ადამიანებს პირიქით მოუმატონ. აი ესეთი პოლიტიკის შედეგად თან საოცარი ლოიალობა ხიზმების მიმართ, არა ქართული ხიზმების მიმართ. ქართული ხიზმების მიმართ არა ქართული ხიზანი გლეხების კატეგორიის მიმართ, ამან გამოიწვია დემოგრაფიული სიტუაციის რადიკალური შეცვლა შიდა ქართლში.
ქართული ინტელიგენციის ერთი ნაწილისათვის რუსეთის ეგრეთ წოდებული მფარველობისა და დემოკრატიის მოსალოდნელი შედეგების შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო. იმპერიის მიერ 10 წლეულების მანძილზე საქართველოს მიმართ გატარებული დანაშაულებრივი პოლიტიკის შესახებ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ ევროპულ საზოგადოებას პირველად 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე აცნობა. რასაც ჩვენ საერთაშორისო ტრიბუნალს ვეძახით დღეს, ეს ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა 1907 წელს და ქართულმა პატრიოტებმა შეადგინეს ეგრეთ წოდებული საქართველოს ხალხის მემორანდუმი, ანუ ესე იგი იგივე ქართული ხალხის პეტიცია. ამ პეტიციას ქართული ინტელიგენციის და საზოგადოების წარმომადგენელმა 2000-მა კაცმა მოაწერა ხელი. სხვათაშორის ღიად და არავის არ დაუმალია ეს ფაქტი და ეს პეტიცია გადაეგზავნა აი ამ ჰააგის კონფერენციას. აი ამ დიდი ღონისძიების მეთაურები იყვნენ ინიციატორები ვალამ ჩერქეზიშვილი, გიორგი გვაზავა და სხვები და ეს ამ კონფერენციაზე ეს მემორანდუმი რას გულისხმობდა, რომ რუსეთს და ნიკოლოზ მეორეს უჩიოდა ქართველი საზოგადოება რომანოვების დინასტიას, რომელმაც 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი დაარღვია და 1801 წელს სრულიად უკანონოდ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, ქართული სახელმწიფოს გაუქმება. და ახლა ქართული საზოგადოება საერთაშორისო ევროპულ სამართალს თხოვდა აღედგინა ეს საერთაშორისო სამართლიანობა. ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა ქართველი პატრიოტების მიერ 1913-14 წლებშიც გაგრძელდა. 1916 წელს კი შვეიცარიაში ქალაქ ლოზანაში გამართულ ჩაგრულ ერთა ყრილობაზე რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფრონტი გაიხსნა. ევროპის მაღალი ტრიბუნა მაშინ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მიხაკო წერეთელმა გამოიყენა, რომელიც უცხოეთში მოღვაწე მნიშვნელოვან ორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მის მოხსენებას ერქვა ქართველი ხალხის უფლებები. აქაც იმაზე იყო ლაპარაკი, რომელზედაც მე მოგახსენეთ, ესე იგი უჩიოდნენ რომანოვების დინასტიას, რუსეთის იმპერიას, რომ მან დაიპყრო უკანონოდ საქართველო და ასე შემდეგ. საერთოდ მიხაკო წერეთლის მოხსენება პირველი დღის მეორე ნაწილში იქნა წარმოდგენილი და როგორც მაშინდელი გაზეთები, არა მარტო ქართული, არამედ გერმანული, რუსული გაზეთი რეჩი, ფრანგული გაზეთები იუწყებიან, რომ მიხაკო წერეთლის სიტყვამ ძალიან ცოცხალი, დიდი ინტერესი და დიდი რეზონანსი გამოიწვია კონფერენციის მონაწილეებში. აი მაგალითად რეჩის კორესპონდენტი აღნიშნავდა, რუსული გაზეთის კორესპონდენტი აღნიშნავდა, რომ სულ განაბული და მერე დიდი ტაშისცემითაც ეგებებოდნენო მიხაკო წერეთლის სიტყვასო, თუ როგორ უსწორებდა იგი ანგარის რუსეთის იმპერიასო. ამავე კონფერენციაზე ასევე მოხდა ის, რაც ძალზედ ნაცნობი და ახლობელია საქართველოს ისტორიისათვის. ჩაგრულ ერთა ყრილობაზე სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი წარმომადგენელი ვიქტორ თევზაია, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტი და გიორგი პლეხანოვის ახლო მეგობარი გახლდათ, ევროპული საზოგადოების წინაშე საპირისპირო პოზიციით წარსდგა. ეს არ იყო ძალიან ცნობილი სოციალ-დემოკრატი, მაგრამ იგი მაინც ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ელიტას მიეკუთვნებოდა და მან სცადა სიტყვა შეეწყვეტინებინა აი ამ წერეთლისთვის, მიხაკო წერეთლისთვის და მიმართა საზოგადოებას დამსწრეებს, რომ მიხაკო წერეთელიო არავის არ აურჩევიაო ქართული ხალხის წარმომადგენლათო, ჩვენო პირიქითო სეპარატიზმი და დამოუკიდებლობა კი არ გვინდაო ქართულ სოციალ-დემოკრატებსო, არამედო რუსეთის დემოკრატიასთან ერთად ყოფნა და მასთან ერთად ბრძოლა. მაგრამ აი ამ გამოსვლას, ვიქტორ თევზაიას გამოსვლას არავინ არ მოусმინა, პირიქით ხელმეორედ მისცეს სიტყვა მიხაკო წერეთელს, არავის არ გაუჩერებია და საკმაოდ ხანგრძლივი მოხსენება და პასუხი ჰქონდა მიხაკო წერეთელს აი ამ თევზაიასადმი. ასეთი დაპირისპირება ევროპული საზოგადოების წინაშე მხოლოდ ქართველებს შორის მოხდა. მაშინ კონფერენციაზე მყოფმა ახალგაზრდა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ამ ფაქტს სპეციალური წერილიც მიუძღვნა, რომელსაც გაორებული საქართველო უწოდა.
ასე რომ პოლიტიკური ორიენტაციის საკითხს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და მის გამო გაჩენილი რევოლუციური ეიფორია დღესაც არ განელებულა. ეს წერილი დაიბეჭდა 1917 წელს ქართველი ფედერალისტების გაზეთში, სოციალისტ ფედერალისტების გაზეთში სახალხო ფურცელში, თუ არ ვცდები 1917 წლის ზაფხულის რომელიღაც თვეში იყო, სადაც სწორედ ამ მოვლენას გამოეხმაურა, რომ აიო, მსოფლიო ფორუმის წინო ერთი ქართველი გამოვიდაო დამოუკიდებლობის მოთხოვნითო და მეორე ქართველი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოვიდაო და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება გავორებულიაო და ეს ძალიან მტკივნეული მომენტიაო. საერთოდ ეს მოვლენა და აი ეს ლოზანის კონფერენცია და ჩემს მიერ ჩამოთვლილი მოვლენები ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ 900-იან წლებში ქართული ეროვნული მოძრაობის დიდი ნაწილი უკვე ორიენტაციას იღებს დასავლეთის მხარდაჭერაზე და ეს მხარდაჭერა, ანუ ეს ორიენტაცია დაგვირგვინდა იმით, რომ 1918 წლის 26 მაისს, როდესაც გამოცხადდა აღდგენა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკისა, ქართულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, დემოკრატიულმა სახელმწიფომ სრულიად არაუაზროვნად დაიკავა პროდასავლური ორიენტაცია. 1916 წლის 15 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის სახელზე რუსეთის იმპერიაში შემავალმა ჩაგრულმა ხალხმა წერილობითი მიმართვა გაგზავნა. მიმართვას ხელს კვლავ უცხოეთში მოღვაწე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაკო წერეთელი აწერდა. ჩვენ ვუჩივით რუსეთის იმპერიას მთელი განათლებული კაცობრიობის წინაშე და გთხოვთ შველას. მიხეილ წერეთელი. წლის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, როდესაც რომანოვების დინასტია სამუდამოდ აღესრულა, ყოფილი მეფის რუსეთის იმპერიის ტერიტორია ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა მოიცვა. საწყის ეტაპზე რუსეთს ამ პროცესებთან გამკლავება გაუჭირდა. მაშინ მაგალითად ფინელებმა და პოლონელებმა ეს ხელსაყრელი ისტორიული მომენტი კარგად გამოიყენეს და სამუდამოდ გათავისუფლდნენ. საქართველო კი რამდენიმე წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ კვლავ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. იქამდე კი 1918 წლიდან საქართველომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, ახალი მთავრობითა და პოლიტიკური სტრუქტურებით. შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელსაც ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა და რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ ერთადერთ ორგანოს წარმოადგენდა. ამავდროულად იწყება საქართველოში მცხოვრები მცირე ერების გამოღვიძებაც. საქართველოში შეიქმნა მრავალი ეროვნული საბჭო, გერმანელთა ეროვნული საბჭო, ასირიელების ეროვნული საბჭო, ებრაელების ეროვნული საბჭო. და ამას საქართველოს ეროვნული საბჭო და ქართული პოლიტიკური ელიტა მტკივნეულად არ განიცდიდა. არაფერი ამაში ცუდი არ არის, რომ გერმანელს, ებრაელს, ასირიელს, იეზიდს სურს დაიცვას თავისი ინტერესები და რაღაცას მიაღწიოს. ამ პერიოდში ოსური სეპარატისტული მოძრაობა საკმაოდ გააზრებულად იმართებოდა მოსკოვიდან. საქართველოში ეროვნული საბჭოების ფორმირების დროს რუსეთმა ამიერკავკასიის ეროვნული საბჭო შექმნა. მის შემადგენლობაში 20 წარმომადგენლებით შეიყვანა და საქართველოს ეროვნულ საბჭოში კვოტა მოითხოვა. ამაზე საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი ჩხენკელმა თურმე ასეთი პასუხი გასცა. თუ შეიქმნება რუსთა ეროვნული საბჭო საქართველოში, ჩვენ თავისთავად ცხადია მოგცემთ კვოტას, როგორც მივეცით გერმანელებს, სომხებს, ებრაელებს, მაგრამ ამიერკავკასია არის სხვა გეოგრაფიული სივრცე, საქართველოა სხვა გეოგრაფიული სივრცე. გამოდის, რომ თქვენ კვოტა გექნებათ სომხეთის ეროვნულ საბჭოშიც, აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოში. ამიტომ გაარკვიეთ თქვენი საქმე, რა ტერიტორიაზე გაქვთ პრეტენზია.
ჩვენ მთელ ამიერკავკასიაზე გვაქვს პრეტენზია. მაშინ აკაკიჩხენგელმა უპასუხა, ამიერკავკასიას ეროვნული საბჭო არ გააჩნია. ეროვნული საბჭო აქვს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და თქვენც ამის მიხედვით უნდა დალაგდეთ ამ ეროვნულ საბჭოებში. და ბოლოს იძულებული გახდნენ ქართველები გაეძევებინათ რუსეთის დელეგაცია, რადგან ისინი მოდიოდნენ ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭოს სტატუსით. ოსური სეპარატიზმის იდეოლოგები რომ გამიზნულად მოქმედებდნენ, ისიც ცხადყოფს, რომ მათ საქართველოს ეროვნულ საბჭოში კვოტა მხოლოდ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგიდით სჭირდებოდათ, რომელიც იმ პერიოდში არ არსებობდა. თავად ტერმინი კი მხოლოდ მეფის რუსეთის ჩინოვნიკთა დოკუმენტებში იყო დაფიქსირებული. ჟორდანია მათ განუმარტა, რომ რა თქვენ არ გაინტერესებთ ბორჯომის ხეობაში მცხოვრები ოსები და არ გამოხატავთ მათ ინტერესებს? კახეთში მცხოვრები ოსები არ გაინტერესებთ? გვაინტერესებს და თუ გაინტერესებთ, მაშინ დაარქვით ზოგადად ოსთა ეროვნული საბჭო, როგორც ქვია გერმანელთა ეროვნული საბჭო საქართველოში. რადგან გამოდის, რომ თქვენ უპატრონოთ ტოვებთ, უყურადღებოთ ყველა ოს, რომელიც სამოჩაბლოში არ ცხოვრობს. ეს უკვე ოსებს ჯგუფში აღარ დაუჯდათ და თქვა, არა, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ეროვნულ საბჭოში იყოს სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს კვოტით ხალხი. ჟორდანიამ არ დაერთა ხმა და როდესაც მან თავისი ხელით ჩამოწერა კვოტები ეროვნულ საბჭოში, მათ შორის საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ერებისა, ასეთი ტერმინი იხმარა. ქართლის ოსები. ტერმინი ქართლის ოსები, რა თქმა უნდა, ოს სეპარატისტებსაც არ მოეწონათ და პროტესტის ნიშნად საქართველოს ეროვნულ საბჭოში წარმომადგენლები არ გამოაგზავნეს. თუმცა საბჭოში ოსიერის ინტერესთა დაცვა ვინმე გიორგი გაგლოითმა და მისმა თანამოაზრეებმა მაინც იტვირთეს. ქართულ ისტორიოგრაფიაში ასევე ცნობილია ფაქტი, როდესაც 1918 წელს ოსმალების მიერ ბათუმის დაკავების დროს ოსთა ეროვნულმა საბჭომ მათ წინააღმდეგ ქართველებთან ერთად ბრძოლა არჩია. ოსმალები 1918 წლის დასაწყისში შემოიჭნენ სამხრეთ საქართველოში, დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთამდე მოვიდნენ და აი ამ დროს ოსთა ეროვნული საბჭო მხარს უჭერს ქართველებს და მოუწოდებს თავის ხალხს, რომ მივეხმაროთ, დავიცვათ, ესე იგი, ჩვენი სამშობლო. აი დაახლოებით ამ სიტყვებით იყო შექმნილი ეს დოკუმენტი ოსებისაგან გამოგზავნილი. ანუ მე ის მინდა თქვა, რომ ოსების ეროვნული საბჭო თავდაპირველ ეტაპზე 1917-18 წლების დასაწყისში მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ბრძოლას, თქვათ იმ შემთხვევაში ოსმალების ოკუპაციის წინააღმდეგ. მაგრამ მერე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აი აქედან იწყება, ესე იგი, გზების გაყოფა ოსებსა და ქართველებს შორის, იმიტომ რომ უკვე იქ არსებული საბჭოთა რუსეთი ახერხებს იმას, რომ ოსეთში შექმნას სეპარატისტული მოძრაობა, სეპარატისტული ორგანიზაციები და ოსები საბოლოოდ ემხრობიან აი ამ საბჭოთა რუსეთს და საბოლოოდ წინააღმდეგ გამოდიან ქართული დამოუკიდებლობის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის. მიუხედავად ამგვარი ფაქტებისა, ოსთა სეპარატისტული ბრძოლა საქართველოს მიწაზე საკუთარი ტერიტორიისა და ისტორიის შესაქმნელად არც შემდგომ შეჩერებულა. მეტიც, ახლა მას უკვე კოორდინატორი და ხელშემწყობი ჰყავდა. რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს სახით, რომელსაც ეროვნებით ქართველი სერგო ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა. წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების და მკვეთრად გამოხატული ევროპული პოლიტიკური ორიენტაციის პირობებში თითქმის მთელი ქვეყანა ბოლშევიკურმა აჯანყებებმა მოიცვა, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან იმართებოდა.
1918 წელსვე დუშეთშიც ძლიერმა აჯანყებამ იფეთქა, რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში სწორედ დუშეთის აჯანყების სახელით შევიდა. სინამდვილეში ეს იყო ოსი სეპარატისტების აჯანყება. ისინი მარაგდებოდნენ საბჭოთა რუსეთიდან, კერძოდ მეათე არმია ამარაგებდა მათ, რომელიც განლაგებული იყო ვლადიკავკაზთან, იარაღით, სამხედრო ინსტრუქტორებით. მათ დაიწყეს აჯანყება დუშეთში, ძირითადად აქ მონაწილეობს დუშეთის ოსური მოსახლეობა და სამაჩაბლოდან გადასულებით და მათი მიზანი იყო დუშეთის დაკავება და თბილისის დაკავება. ეს აჯანყება საქართველოს სახალხო გვარდიამ და ქართულმა ჯარმა ჩაახშო, განდევნეს საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული რაზმები. წელს მორიგი აჯანყება ცხინვალშიც მოხდა. და რადგან ოსები ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდიდან კავკასიაში მათ საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდნენ, ბრძოლა ქართველი მენშევიკებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ყოველთვის მათთან შეთანხმებული იყო. 1919 წელს უკვე რუსები აწყობენ ქართველების ჟლეტას ქალაქ ცხინვალში. ანუ მოდის ოსი რევოლუციური რაზმი, რომელიც არის წარმოშობილი იმიდან, ეს რუსის არმია რო გამორბის თურქეთის ფრონტიდან. აი იქიდან მოგროვილი ჯარისკაცები არიან, ან ბოლშევიკური პროპაგანდით, ასე ვთქვათ, დარაზმულები, აი ისინი შედიან ცხინვალში. იქაური მასწავლებლები არ არიან. ოსები არიან, მაგრამ მოკრებილები და სხვა საფრთხიდან. შედიან ცხინვალში და ჟლეტენ ქართულ მოსახლეობას. 1919-ში. საქართველოს თავობა რა თქმა უნდა იქ აგზავნის ჯარს და ამ აჯანყებას რა თქმა უნდა ახშობენ. რამდენჯერმე მეორდება ეს. ეს ხდება ბოლშევიკების აი ძალიან კონკრეტული, ძალიან ასე ვთქვათ მჭიდრო, ყოველ დეტალში ჩახებული და ყოველ დეტალში მონაწილეობითი ორგანიზაციული ინიციატივა. ყველაზე ძლიერი აჯანყება კი ოსმა სეპარატისტებმა 1920 წლის გაზაფხულისათვის წამოიწყეს. ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მყოფმა სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვის ბრძანებით სამაჩაბლოში შემორჩენილ ოს სეპარატისტებს საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება მოსთხოვა. პირდაპირ მოსკოვიდან მიიღეს მითითება, რომ დაიწყეთ აჯანყება და გამოაცხადეთ მათი გაგებით სამხრეთ ოსეთში, ჩვენი გაგებით და სამართლიანი გაგებით შიდა ქართლში საბჭოთა ხელისუფლება. მაგრამ ამისათვის ოს სეპარატისტებს ძალები არ ჰქონდათ. ისინი მოსახლეობის უმცირესობაში იყვნენ მთელ შიდა ქართლში და მაშინ მოსკოვიდან მიუთითეს ორჯონიკიძის მეშვეობით, რომ სადაც შეგიძლიათ მაშინ იქ გამოაცხადეს და ჯავის რაიონში გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება. ეს იყო 20 წლის მაისი უკვე. ამ ისტორიაში კი საინტერესო ის გახლავთ, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ ოსებს გადამწყვეტ მომენტში ბოლშევიკურმა რუსეთმა სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩინა და ქართული გვარდიისა და მისი მეთაურის ვალერიან ჯუღელის პირისპირ დატოვა. ჯავის მიმართულებით უკვე ისე ვთქვათ მთელი ტერიტორიას მოედო. აი ეს მაშინ მოხდა ეს უზარმაზარი რაოდენობის ხალხის გასვლა და რაღაც რაოდენობა, როგორც თვითონ მათი წყაროებების 5000 კაცამდე დაიწყო. მაგრამ ეს იყო პასუხი იმაზე, რომ იქაურ მიწათმფლობელებს, მათ შორის მაჩაბლებს, ელიოზიშვილებს და სხვებს კეთებდნენ სამძლეებში მოჯამაგირებდა და წავდნენ ცოცხლად. ხა მე მაგალითად მისაუბრე ადამიანთან, ვასილ ელიოზიშვილთან, ეს იყო 1994 წლის ცოცხალი იყო მაშინ დღეს სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი.
ეს არის ჩვენი ცნობილი მწერლის მერაბ ელიზიშვილის ბიძა, რომელიც თემებოდა თავის თვალით რაც უნახია, როგორ ხდებოდა, როგორ მოხდა მაშინ ეს ყველაფერი, როგორ შეუვარდნენ უარდებოდნენ სახლებში აი მიწათ გლობალებს, როგორ ანადგურებდნენ მათ ოჯახებს, როგორ წვავდნენ ეს და ასე შემდეგ. ბოლშევიკის აჯანყება შეიძლება ითქვას, რომ განწირული აღმოჩნდა ბოლშევიკების მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ კიდევ მაშინდელ ქართულ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩენოდა თუ არა ამ აჯანყების ჩახშობა. რაც შეეხება იმ გზებს და მეთოდებს, რომლითაც ეს აჯანყების ჩახშობა მოხდა, ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ცოტა სასტიკი მეთოდებით მოხდა, არა და ალბათ ესეც კანონზომიერი იყო, იმიტომ რომ ამას წინ უძღოდა ოსთა ძალიან სასტიკი მოქმედება იმ 18 და 19 წლების აჯანყების დროს ქართული მოსახლეობის მიმართ. თუმცა ამ უკიდურესად გამწვავებულ ვითარებაშიც კი ისტორიოგრაფიაში არსებობს ფაქტები, რომელიც ოსების ქართულ გვარდიაში სამსახურსა და ბოლშევიკურ აჯანყებათა ერთობლივ ჩახშობას ადასტურებს. როდესაც აჯანყებულები დაიჭირეს ნაწილი რაღაც ნაწილი და რამოდენიმე მე მგონი 10-11 კაცი დახვრიტეს. დახვრიტეს ხელმძღვანელობდა შტაბს კაპიტანი ქელექსაევი, ასევე ოსი. ანუ ეს ადამიანი ამ შემთხვევაში იყო ქართული გვარდიის წევრი. და მე ჩვენ გვაგვარები ქონდა უბრალოდ ჩვენი ცნობილია გვარები დახვრიტაში მონაწილეობა ჯარისკაცებისა და იქიდან ნახევარი ოსი. ანუ ესენი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ქართულ გვარდიაში ებრძოდნენ აჯანყებულ ტიტლებს, ასე ვთქვათ, ну, ეთნიკური ნიშანი, ასე ვთქვათ, ეს არის. ისტორიულმა ქართახილებმა ქართველი და ოსი ხალხის თავდაპირველ კეთილმეზობლურ წარსულს დიდი ჩრდილი მიაყენა. 1920 წლის აჯანყების სისასტიკით ჩახშობას კი გარკვეული ლოგიკასთან ერთად იდეოლოგიური დივერსიაც ახლდა, რაც მოგვიანებით 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღის აპოგეის დროსაც გამოიყენა. იქამდე კი ისტორიოგრაფიაში არსებულ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გიამბობთ. მიღებული იყო სპეციალური ზომა იყო მიღებული ინფორმაციის გავრცელებისათვის ქართულ ჯარისკაცთა შორის, როგორ მხეცობას ჩადიან ოსები ქართული მოსახლეობის მიმართ. აი ამ აჯანყებების დროს, აი მეგობრებო გითხრათ 1919-ში მოხდა და გრძელდებოდა ეს. ეხლა ჯარისკაცი რომელმაც ეს არ იცის, რა თქმა უნდა უფრო ბრძოლისუნარიანია და უფრო დისციპლინირებული იყო ჯარისკაცი რომელმაც ეს იცის. ეს ჯარისკაცის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს. გაღიზიანება, სიძულვილი, შურისძიების გზნობა ეს ჯარისკაცისათვის უარყოფითი ფაქტორია. და ერთ-ერთ ჟურნალში, ჟურნალში, აი ეს მასალები დაიბეჭდა და ეს ჟურნალი ჩატანილი იქნა მასობრივად და ამ ჯარისკაცებში დარიგდა. ესე იგი ვიღაცა აი ეს იდეოლოგიური პირდაპირ თქვათ მავნებლობა და დივერსია ქართველი ჯარისკაცის მორალური სახის წინააღმდეგ გააკეთა აი ამ წლებში. წლის გაზაფხული სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც ლენინი პოლონელ თეთრგვარდიელებს ებრძოდა. ევროპელების თვალში საკუთარ იმიჯზეც ფიქრობდა და კავკასიაში საომარი ფრონტის გახსნა არ აწობდა. მაგრამ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ტრადიციულ აჯანყებათა რითმში ჩამჯდარმა ოსმა სეპარატისტებმა ამდენი ვეღარ გათვალეს. სასტიკად დამარცხდნენ და აჯანყების ქართ სიცხლს გადარჩენილები საკუთარ ისტორიულ სამშობლოში გადაიხვეწნენ. 1919
1904 წელს ისე ამ ოსთა აჯანყების ჩახშობას ქართული სამხედრო სახალხო გვარდიის ნაწილების მიერ, რომელსაც ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა, მოხდა აი ამ ოსთა მნიშვნელოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადასახლება ჩრდილო კავკასიაში. რა თქმა უნდა, ქართული სამხედრო ნაწილების წარმატებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა მაშინ სამხედრო დახმარება ვერ შეძლო ოსების. ლენინი პირდაპირ უთითებდა, ესე იგი ორჯონიკიძეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოეხდინა ჯარით შესვლა საქართველოში, იმიტომ რომ ის ლენინი ერიდებოდა ევროპის დიპლომატიური და პოლიტიკური წრეების წინაშე გართულებას. 1920 წლის 7 მაისს კი ლენინმა საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო. საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა აღიარა და კიდევ ერთი დასარღვევად განწირული ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულებას ხელი მივაწერა, საქართველოს ცნობას ხელი მივაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსკოვის მხრიდან ყარახანმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ამ ხელშეკრულებას ხელი მივაწერა გრიგოლ ურატაძემ, ცნობილმა ქართველმა სოციალ-დემოკრატმა. ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის საქართველოს ბრძოლა დღესაც არ დასრულებულა.